წერია რომ დინის ფლობელი ხართ თქვენ და ვინმე იზაბელიაშვილი. დიახ. და ვინ არის ქალბატონი იზა თქვენი? ჩემი ყოფილი ცოლია. მაგრამ გაშორებული არა ვართ. საუკუნეა საბერძნეთშია. იურიდიულად იზა თქვენი ცოლია, ხო? მე რა? რა შეასახა? არაფერი, რაღაც პატარა პრობლემაა როგორც ჩანს. რა პრობლემაა? ბატონო მარლე. დინის ფლობელი ხართ თქვენ და თქვენი მეუღლე. მე თქვენ ცოლს უნდა სახლის გაყიდვა? შუაშია ჩემი ცოლი, მან არაფერი არ არის. ეხლა ვიაგიხსნით ბატონო მარლე. როდესაც დინის ფლობელი ხართ თქვენ და თქვენი მეუღლე, ორივეს თანხმობაა საჭირო რომ ბინა გაიყიდოს. კაცო. მე და ჩემი ცოლი ერთად აღარ ვარ. ის საბერძნეთში და აღარ ჩამოდის. გავშორდით ერთმანეთს. ხო, მაგრამ ქალბატონი იზა იურიდიულად თქვენი მეუღლეა, ხომ ასეა? ასე რომ ბინა მისიც არის. ბატონო მარლე, მეც გამიგეთ რა. მეჩქარება. იქნებ როგორმე მოვაგვაროთ ეს საქმე და მორჩეთ ამ ყველაფერს რა. რა გავაკეთო? ის აღარ არის ჩემი ცოლი და რა გავაკეთო მე? ბატონო მარლე, დამშვიდით დაწმადეთ. გვესმის ყველაფერი თქვენი პრობლემა, მაგრამ რა ვქნათ? სხვანაირად არ გამოდის და მოკლედ დაურეკეთ თქვენს მეუღლეს თუ არის შესაძლებლობა და აუხსენით სიტუაცია. ისე განქორწინების საკითხი შეიძლება ინტერნეტით მოაგვაროთ და სხვათა შორის ბინაზე თანხმობის მიცემაც შეიძლება ინტერნეტით მიიღოთ. კი ბატონო, დაურეკავ თუ გამოვა რამე. მოკლედ ასე ვქნით რა. ბატონი მარლენ დაურეკავს ახლა თავის მეუღლეს. ჩვენ კიდე გაგაგებინებთ თქვენ და გაგიკავშირებთ. ხო, მაგრამ მეც მეჩქარება. ამ კვირაში უნდა მოვაგვაროთ ეს ამბავი რა. მე ჩემი საქმეები მაქვს, წასასვლელი ვარ. არ არის პრობლემა. ყველაფერი მოესწრებს. ხომ ასეა ბატონო მარლენ? კი ბატონო, დაურეკავ და რამენაირად მოვაგვარე. ხო, ხედავთ. ბატონი მარლენი გარანტიას გაძლევთ რომ ყველაფერს მოვაგვარებს და ამ კვირაში ბინა თქვენი იქნება. კარგით. გენდობით. მოკლედ. ესე იგი თქვენ ზარს ველოდები. ახლა დაგტოვეთ, კარგით? კარგით. აბა დროებით. ნახვამდის ბატონო მარლე. კარგი. ბატონო მარლე, დამშვიდით. დაწმარდით. არაფერი არ არის სანერვიულო. ძალიან მარტივი პროცედურებია. 1000 ჯერ გვაქვს გაკეთებული ასეთი საქმე. ომარა. აგაზე კი არ მერვი. მაშინ ესე იგი ყველაფერი კარგად ყოფილა, ხომ ასეა? არა. ჩემო ცოლმა რომ გაყიდვის ნება არ მიცეს. ბატონო მარლე, ახლა თქვენი ოჯახური ამბები ჩემი საქმე არ არის, ხომ ასეა? რა ვიცი, მე გირჩევთ რომ დაურეკოთ თქვენს მეუღლეს და დროზე მოვაგვაროთ ეს საქმეები. შევთანხმდით? არ დაურეკა. კარგი, თქვენ ზარს დაველოდები მაშინ. კი ბატონო, ხვალ დაგირეკა. კარგი.